49 დღე ცხოვრება კომაში. Ოცდაექვსი წლის გიორგი ლოსაბერიძე სიცოცხლისთვის იბრძვის. გიორგი დინამოს ყოფილი მეკარე და ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო. ფეხის ტრავმის შემდეგ პროფესიონალურ ფეხბურთს თავი დაანება. ბედის ირონიით 4 აპრილს ყოფილი ფეხბურთელისთვის საყვარელი სპორტი და სტადიონი საბედისწერო აღმოჩნდა. მორიგი სამოყვარულო თამაში მეგობრებთან ერთად იოსებიძის ქუჩაზე მდებარე ბავშვთა საფეხბურთო სკოლის მოედანზე უბედური შემთხვევით დასრულდა. თამაშის ძლებობისას გიორგიმ საბოლოოდ ინერციით ვერ შეიკავა თავი და ამ ბეტონის კედელს შეეჯახა, მიიღო თავის ძიმე დაზიანება. სასწრაფოს ეგრევე გამოუძახეთ, მალე მე მოვიდა, მაგრამ გადაგვარჩინა. დიაგნოზი უმძიმესია, ქალატვინის მძიმე დაზიანება. 2 ტრეპანაციის შემდეგ გიორგი ღრმა კომაში აგრძელებს სუნთქვას. ამ ეტაპზე ექიმებმა ოჯახს მისი კლინიკიდან სახლში გადაყვანა ურჩიეს. უკეთესობა არ არის, პირიქით, სახლში გვირჩიეს, რომ სახლში მკურნალობა უკეთესია მისთვის, რომ ჩვენ ვიკონტაქტებთ მასთან ძალიან მთელი დღის განმავლობაში მასთან გვექნება კონტაქტი. ტელევიზიასაც ჩაურთავთ, ჩვეულებრივად მუსიკასაც მოვასმენებთ, ეს მაგის ტვინისთვის არის ძალიან კარგი ვარჯიში. ძალიან იმედიანად ვარ, ფიქრობ, რომ გვერდიდან იმდენი ხალხის დახმარება, იმდენი ხალხის კარგი აურა მოდის, რომ მე მგონი რაღაცამ უნდა იმოქმედოს და რაღაცა გამოუძვრეს რა ამ მდგომარეობიდან. ბოლო წლებია გიორგი სათხილამურო სკოლაში მწვრთნელად მუშაობს. მისი ყველაზე ახლო მეგობრები ბავშვები არიან. აუცილებლად გიორგი გამოვა მდგომარეობიდან და იგი ისევ ისრიალებს, ან თუ არ ისრიალებს თხილამურზე, ყოველ შემთხვევაში იქნება ამ ბავშვებთან ერთად და ყველასთან ჩვენთან ერთად ისევ ისეთი, როგორიც იყო მანამდე. გიორგის სახლებელმა ნინა ანტყულაძემ გაუკეთა გიორგის დედას, რათა გაემხნევებინა გიორგის დედა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და გიორგი დაუბრუნდებოდა მას ისევ ისეთივე, როგორიც იყო. გაუკეთა ეს ალბომი. გიორგი დედასთან ერთად, ბავშვებთან ერთად, ჩემს შვილებთან ერთად. კომიდან გამოსვლამდე გიორგის ოპერაცია აღარ სჭირდება, თუმცა რეაბილიტაციისა და სახლში მკურნალობისთვის დიდი თანხაა საჭირო. ოჯახს ამის საშუალება არ აქვს, ამიტომ მის დასახმარებლად არაერთი საქველმოქმედო აქცია იმართება. გიორგი ლოსაბერიძეს ჩვენი დახმარება ესაჭიროება. ეს გიორგი ლოსაბერიძე, ჩვენი თხილამურების მწვრთნელი. მოსწავლეებმა გიორგის მხარდასაჭერად ასეთი რამ მოიფიქრეს. გადავწყვიტეთ, რომ წელს დაბადების დღე არ გადავიხადოთ. და ჩვენს მშობლებს ვთხოვოთ, რომ ის ფული, რაც ჩვენი დაბადების დღისთვის არის საჭირო, ჩაურიცხონ გიორგის. თათა გიორგის შეყვარებულია, ისინი 5 წელია ერთად არიან. აპრილს რომ მოხდა ეს ამბავი, 14 აპრილს აქ დაბადების დღე და 10 დღეში, ანუ პირველად იმ კრიტიკული დღეების მერე, თავის დაბადების დღეზე დაემთხვა ესე, რომ შეძლო უკვე დამოუკიდებლად სუნთქვა და ეს იყო რაღაცა ერთგვარი სასწაული, ვამბობდით, რომ მეორედ დაიბადა ამ თავის დაბადების დღეზე. ოჯახის წევრები თითქმის უკვე 2 თვეა ასე ესაუბრებიან მას. ჯერა რომ ესმის.
იმიტომ რომ ერთხელაც იყო რაღაც ემოციურ ფონზე საქველმოქმედო კონცერტი მოუწყვეს და მე რო ეს მოუყევი, ცრემლი გადმოუვარდა. ესე იგი ესმის. ესაუბრება და სჯერა რომ ესმის. გიორგის მართლა ესმის თუ არა დედის არავინ იცის, თუმცა ეკას იმედი აქვს რომ მალე მისი შვილი უპასუხებს. თავისაც გაქვთ სურვილი დაეხმაროთ ოჯახს გიორგის მკურნალობაში, რომელიც ყოველთვიურად სახლის პირობებშიც კი ათასობით ლარი ჯდება, შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ ეკრანზე მითითებულ საბანკო ანგარიშზე. იმედის დრო კი გიორგის და გიორგის ოჯახს მის გამოჯამთელებას უსურვებს. ახლა კი მოდით ინდოეთში ვიმოგზაუროთ. ყუმა მელა, ანუ ღმერთების დრო, ყველაზე დიდი რელიგიური დღესასწაულია ინდოეთში და მას 12 წელიწადში ერთხელ აღნიშნავს.